შილდაში საზოგადოებრივი ცენტრის შენდება სამუშაოები ადგილზე იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი მსოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. სამინისტროს ინფორმაციით 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლიათ სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში. უახლოეს მომავალში გეგმება საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კაზრეთშიც. შილდაში უკვე მაისის ბოლოს გვექნება 23-მე საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც არამხოლოდ საჯარო იუსტიციის სერვისებს, არამედ სოფლის მეურნეობის სოციალური სააგენტოს სერვისებს მიაწვდის ამ მოსახლეობას, რომელიც აქ არის 2000 კომლი და მათ სჭირდებათ არამხოლოდ მომსახურება მოხუცებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის უფასო ინტერნეტი, Wi-Fi, ელექტრონული ბიბლიოთეკა, რაც ამ სახლში ექნებათ. ვერ წარმოვიდგენიათ, რომ რამდენად შეიძლება აქვე მიიღონ პასპორტი, აქვე მიიღონ არქივიდან ცნობა, აქვე დაარეგისტრირონ მიწა, აქვე ბანკით ისარგებლონ და ასე შემდეგ, მაგრამ საუბრების შემდეგ ყველა დარწმუნებულია და გახარებულია, იძახიან რომ თვითონაც მიიღებენ მონაწილეობას აქ უშუალოდ ამ სოფლის სახლის მშენებლობაში, გვერდზე მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაში, გალამაზებაში.